შინ ივანიშვილის რეჟიმისთვის იყო განსაკუთრებით მძიმე დღე, რადგან ის სამხრივი საერთაშორისო დარტყმის ქვეშ მოხვდა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, ბრიტანეთიდან და ევროკავშირიდან. გუშინ მოვისმინეთ პირველი ოფიციალური განცხადება ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან ივანიშვილის რეჟიმთან მიმართებაში. სადაც სახელმწიფო დეპარტამენტი გმობს ქართული ოცნების ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებს, ვიცე-პრეზიდენტი ჯეი-დი ვენსის ციტირებით აცხადებს, რომ ქართული ოცნება დემოკრატიულ მანდატს ვერ მოიპოვებს ოპონენტების გაჩუმებით ან ციხეში გამოკეტვით და რომ დაუშვებელია საკუთარი საზოგადოების ნების უგულებელყოფა. ეს უმწვავესი განცხადება ადასტურებს, რომ ივანიშვილის პროპაგანდა მიზნად ისახავს ქართული საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, როდესაც ის ცდილობს დაარწმუნოს ქართული საზოგადოება, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში იქნება რაიმე ტიპის გადატვირთვა ივანიშვილის რეჟიმთან. ამგვარი გადატვირთვა ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან არ იქნება, არც ბაიდენის ადმინისტრაციის სანქციების რევიზირება არ იქნება. გადატვირთვა იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენ დავასრულებთ ივანიშვილის რუსულ ანტიდემოკრატიულ, ანტიამერიკულ, პრო-ჩინურ, პრო-რუსულ და პრო-ირანულ ხელისუფლებას. გუშინდელმა განცხადებამ ცხადყო ნამდვილად, რომ ასევე არსებობს ტრანსატლანტიკური ერთიანობა საქართველოსთან მიმართებაში, რადგან ამ განცხადებას ასევე მოყვა უმწვავესი ერთობლივი განცხადება ევროკავშირის ვიცე-პრეზიდენტის და საგარეო საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის და გაფართოების კომისრის მარტა კოსის მხრიდან, რომლებიც ამბობენ, რომ ოცნება ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიას და რომ მათი ნაბიჯები ფუნდამენტურად შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან. საგულისხმოა, რომ ამ განცხადებაში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ეს ღირებულებები არ ექვემდებარება გადახედვას და არ ექვემდებარება ვაჭრობას, ვერ გახდება ვაჭრობის საგანი. ამიტომ ძალიან კარგად უნდა ესმოდეს ვაჭარ ივანიშვილს, რომ ის ვეღარ ივაჭრებს პოლიპატიმრებით, ვეღარ ივაჭრებს ადამიანების თავისუფლებით, ვეღარ ივაჭრებს მათ შორის ვერც პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებით, რომ მას აღარ გაუვა ევროკავშირთან ის, რაც წარსულში გასვლია, რომ სამყარო შეიცვალა, მათ შორის ევროკავშირიც შეიცვალა, მაგრამ დიქტატურებისთვის და პერსონალურად დიქტატორებისთვის დამახასიათებელი არაადეკვატურობით ივანიშვილი სრულიად მოწყვეტილია რეალობას და სამყაროს და მიაქანებს ქვეყანას უბსრყულისკენ. მესამე დარტყმა ამ სამხრივ დარტყმაში, რომელიც ივანიშვილმა მიიღო გუშინ, იყო დიდი ბრიტანეთის სანქციები. დიდმა ბრიტანეთმა დაასანქცირა ჩინჩალაძე და მურუსიძე, რომელიც არის მართლმსაჯულების სისტემაში მთავარი მაკონტროლებელი ღერძი იმ უსამართლო პოლიტიკური გადაწყვეტილებებისთვის, რომლითაც ივანიშვილი ახორციელებს რეპრესიებს პოლიტიკური სპექტრის და ქართული საზოგადოების წინააღმდეგ. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ სასანქციო პოლიტიკა დიდი ბრიტანეთის მხრიდან გაიზრდება. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ უკვე დიდი ხანია, იმისთვის რომ მოიცვას არა მხოლოდ ივანიშვილი და მისი ოჯახის წევრები, არამედ ასევე ეგრეთ წოდებული ხელის შემწყობები, ანუ პროპაგანდისტები, როგორიც არის ირაკლი რუხაძე და ფინანსური კლანი, რომელზეც დგას ივანიშვილის არალეგიტიმური ხელისუფლება. ვერანაირი ღალატის კომისიით, რეპრესიებით და დაჭერებით ივანიშვილი ვერ გადაფარავს იმ საერთაშორისო იზოლაციას, რომელშიც ის ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო ღრმად ეფლობა. ბოლოს მაინც მოუწევს კომპრომისი, მაინც მოუწევს ხელისუფლების დათმობა, თუმცა ჩვენი ერთობლივი მუშაობა, ჩვენი საერთო სახალხო პროტესტი ემსახურება იმას, რომ მაქსიმალურად გავაძლიეროთ ეს წნეხი ივანიშვილზე იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე დავათმობინოთ ხელისუფლება, ქვეყანაში ჩავატაროთ ახალი სამართლიანი თავისუფალი საპარლამენტო არჩევნები და ქვეყანა დავუბრუნოთ ნორმალური დემოკრატიული განვითარების გზას. იყო შეხვედრები საგარეო საქმეთა მინისტრ მახეთა ჯოროშვილთან, რამდენიმე დღის წინ იყო შეხვედრა ეკონომიკის მინისტრ ლევან დავთაშვილთან, ისაუბრეს ამერიკის ელჩთან ეკონომიკურ საკითხებზე, ლოჯისტიკაზე, სატრანსპორტო მიმართულებაზე. ეს რას ნიშნავს მაშინ თუ ასეთი გარწმუნებთ, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის საელჩოს და არც არალეგიტიმურ დე-ფაქტო
საგარეო მინისტრ ქალბატონ ბოჭორიშვილს არ გაუცელებიათ განცხადება აღნიშნული შეხვედრის შინაარსთან დაკავშირებით, გარწმუნებთ, რომ იგივეს მოისმენს და იგივეს მოისმენდა წარსულშიც დე-ფაქტო არალეგიტიმური საგარეო მინისტრი ქალბატონი ბოჭორიშვილი, რასაც ვისმენთ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში, იმიტომ რომ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ელჩი არ არის კერძო პირი, ის წარმოადგენს ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოში, შესაბამისად სახელმწიფო დეპარტამენტს, რომელიც ღიად ამბობს, რომ ქართული ოცნება არის ანტიდემოკრატიული ძალა, რომელიც ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიას და რომ ის ვერ მოიპოვებს ნდობის მანდატს და დემოკრატიულ მანდატს და ვერ აღადგენს ურთიერთობებს მათ შორის ვერც საერთაშორისო პარტნიორებთან, ოპონენტების გაჩუმებით ან ციხეში გამოკეტვით. ეს უნდა გაითვალისწინოს ძალიან კარგად, მათ შორის ჯალათმა წულკიანმა, რომელსაც გონია, რომ რაც მეტ ადამიანს დაიბარებს კომისიაზე, დაემუქრება, დაჭერით ან გამოკეტავს ციხეში, რამენაირად წაადგება ივანიშვილის ინტერესს. არა, ივანიშვილს კიდევ უფრო მეტი სანქცია დაეკისრება, კიდევ უფრო დაბალ ნიშნულზე ჩამოვა მისი ქონება, რომელიც უკვე ვიცით, რომ ისტორიულად ყველაზე დაბალ ნიშნულზეა, რატომ? იმიტომ რომ ეს გამოიწვია სწორედ სასანქციო პოლიტიკამ, ასე რომ წულუკიანმა იცოდეს, რომ პირადად ის ჯალათი და მისი რეპრესიების პოლიტიკა აღარიბებს ივანიშვილს და აქცევს მას საერთაშორისო იზოლაციაში, საიდანაც მისი გამოსვლის ერთადერთი გზა არის ხელისუფლების დათმობა. ეკონომიკის სამინისტროს განცხადებას როგორ შევხედით, რომ აღრმავებენ ურთიერთობას ვაჭრობის, თანამედროვე ტექნოლოგიების, ლოჯისტიკის, შუადერების მიმართულებით ურთიერთობები? ეს ტყუილები დავითაშვილმა მოუყვეს ივანიშვილს. ბრიტანეთის მიერ მურუსეთის და ჩინჩალეთის დასანქცირება როგორ აისახება მთლიანად სასამართლო სისტემაში, ერთი კითხვა და მეორე. ბრიტანეთის სტანდარტის თანახმად რუბინები სანქცირებულ პირს მოემსახურება, თავად დასანქცირება. ანუ ორი სხვადასხვა კითხვაა, რო ვიცოდე? ოკეი. და სანქციებს, ანუ გამოდის, რომ თუ მურუსიძეს ბანკი მოემსახურება, ისიც დასანქცირდება, ანუ ეს როგორ პირველი ბრიტანეთმა დაასანქცირა ეს ორი კორუმპირებული კრიმინალური ბოსი რეალურად, რომელიც აკონტროლებს მართლმსაჯულების სისტემას, ჩინჩალაძე, მურუსიძე, იმიტომ რომ ამას ჰქონდეს მათ შორის მსუსხავი ეფექტი სხვა მოსამართლეებზე, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში იღებენ უკანონო პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებს და კარგად ესმოდეთ, რომ შემდეგი შეიძლება აღმოჩნდნენ ისინი სანქციების ქვეშ, რომელსაც ძალიან მძიმე შედეგები ექნება მათთვის, მათ კეთილდღეობისთვის, მათი ოჯახებისთვის. ეს არის ერთგვარი გაფრთხილება დიდი ბრიტანეთის მხრიდან. რაც შეეხება მეორე ნაწილს იმასთან დაკავშირებით, რომ დიდი ბრიტანეთის სანქციებს აქვს ეგრეთ წოდებული მეორადი ეფექტი და შესაბამისად ნებისმიერი ბანკი, რომელიც მურუსიძე ჩინჩალაძის სარგებლობისთვის განახორციელებს ნებისმიერ ფინანსურ ტრანზაქციას, თავად მოექცევა ფინანსური სანქციების ქვეშ. ძალიან დიდი დარტყმის ქვეშ აყენებს ქართულ საბანკო სისტემას, თუ რომელიმე ბანკს ხელი წაუწდება და სანქცირებულ პირს მოემსახურება. მე იმედი მაქვს, რომ ყველა კომერციულ ბანკს საქართველოში ეყოფა კეთილგონიერება, რომ ასეთი დარტყმის ქვეშ არ დააყენოს არა მხოლოდ ის კონკრეტული ბანკი და მისი ინვესტორები, არამედ მთლიანად ქართული საბანკო სისტემა, რომელმაც შესაძლოა ასეთმა დარტყმამ ჩამოშალოს ქართული ფინანსური სისტემა და გამოიწვიოს სრული ეკონომიკური კოლაფსი.